მაპატიე ერთი რამე დაგიმალე. და დღეს ის დღეა, როდესაც ამ ყველაფერს ვაღიარებ. რამდენიმე დღის წინ დავიწყე გამოწვევა ბრენდი ნულიდან, სადაც ნაბიჯ გაჩვენებ, რას გავაკეთებდი სოციალურ ქსელებს ნულიდან რომ ვიწყებდე. ეს არის დღე მე-5, ამ ეტაპზე შედეგია 5796 გამომწარი. და აი რა უნდა ვაღიარო. რამდენიმე სტრატეგია მანამდე დავნერგე, ვიდრე მათზე ვიდეო გადავიღე, რადგან უბრალოდ ხელები მეფხანებოდა. როდესაც 5 წლის გამოცდილება გაქვს თავში, ძალიან რთულია მოითმინო და არ გააკეთო, როგორც კი გაქვს შესაძლებლობა. შეიძლება უკვე გამომიჭირე კიდეც, ეს არის email მარკეტინგი. ფიქრობდი ამაზე საერთოდ ღირდა თუ არა ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ არ მინდა დამწყებები კიდევ უფრო დავაბნიო ან დემოტივაცია იყოს. მაგრამ არა, ხო დაგკვირდი რომ ყველაფერს გეტყოდი და ამიტომ ჩავწერე. გაფრთხილებ 5 წლის წინ ამის ცოდნა ალბათ მეც ცოტა დამაბნევდა ან ცოტა შემიმცირებდა მოტივაციას, მაგრამ უნდა იცოდე. სოციალური ქსელები შეუცვლელი საუკეთესო ინსტრუმენტია შენი ბიზნესისთვის. თუმცა იდეალური და ყოვლისმომცველი მაინც არ არის. ეს არის საუკეთესო გზა, რომ მოიზიდო ახალი აუდიტორია, ანუ დაინტერესო უცნობები. ასევე არის საუკეთესო სავიზიტო ბარათი, სტატუსის და ნდობის სიმბოლო, რომ გააცნო უცნობს. თუმცა არ არის ამ აუდიტორიის შენარჩუნების და გათბობის საუკეთესო გზა. აი, სამი მსუყე მიზეზი, რის გამოც 100%-ით არ უნდა მიენდო სოციალურ ქსელებს. პირველი, გამომწერები თითქმის აღარაფერს ნიშნავს. 100,000-იან გვერდს შეიძლება ქონდეს 1000 ნახვა და 1000 გამომწერიან გვერდს 100,000 ნახვა. შენი ყოველი ვიდეო ლოტარეის ბილეთია და წლიდან წლამდე უფრო და უფრო არასტაბილური ხდება ალგორითმები. მეორე, ყოველთვის შეიძლება გვერდი დაგებლოკოს, ვიღაცამ დაგიჰაკოს, ან რაღაც წესის გამო დროებით shadow ban-ში, ანუ ჩრდილოვან ბანში მოხვდა. მაგალითად, ერთხელ მუსიკის საავტორო უფლებების დარღვევების გამო ერთი თვით თითქმის არანაირი ნახვა არ ქონდა ჩვენ გვერდს. შეიძლება ეს ბრალდება შეცდომითაც კი მოხდეს, ერთი თვით კი არა, შეიძლება სამუდამოდ დაკარგო გვერდი. მესამე, შენი გამომწერები შენ არ გეკუთვნის, არამედ Facebook-ს, ანუ Meta-ს, TikTok-ს, Instagram-ს და ასე შემდეგ. თუ შენ არ გაქვს გამომწერების საკონტაქტო ინფორმაცია, ანუ TikTok-ის და Meta-ს ხუშტურებზე დამოკიდებული, ვინ ნახავს, რას ნახავს, რამდენჯერ და რა თანმიმდევრობით. შენ არანაირი კონტროლი არ გაქვს. მაგალითად, Meta წყვეტს, როდის შეცვლის ალგორითმს და ნებისმიერ დროს შეიძლება შეგიმციროს ნახვები. იმისთვის, რომ შენივე გამომწერებს მიწვდე, გაყიდინებს უფრო მეტ ფასიან რეკლამას, გაგიძვირებს რეკლამის ფასს, ან შემოიღებს ამ ფასიან ტიჩკას, ეგრეთ წოდებულ ვერიფიკაციას იმისთვის, რომ იგივე შედეგები დადო წლიდან წლამდე. შეგიძლია ან შეეგუო, ან ებრძალო. და წლიდან წლამდე იგივე შედეგისთვის ან მეტი უნდა იხადო, ან უფრო მეტი უნდა იმუშაო, ან ორივე ერთად. აი, სამი ნაბიჯი რაც მე გადავდგი და გირჩევ შენც. პირველი, სოციალურ ქსელებს ჩააჭირე, ოღონდ მოსაზიდად და არა შესანარჩუნებლად. მეორე, შექმენი კონტაქტების საკუთარი ბაზა. შენს გამომწერებს და მომხმარებლებს გამოართვი იმეილი ან ტელეფონი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს აუდიტორია გეკუთვნის შენ და რომ წაიშალოს შენი Facebook გვერდი ან ნებისმიერი გვერდი, ეს დაგრჩება. აქვე გავფრთხილებ, ნაყიდი ან მოპარული ბაზები ისევე შეგიშლის ხელს, როგორც ნაყიდი გამომწერები Facebook-ზე. როგორ უნდა გააკეთო ეს? შეგიძლია უფრო რთულად და ძვირად, როგორც მე, მაგალითად, როდესაც chatbot-ი გართმევს ამ ინფორმაციას ავტომატურად, ან მეორე, უფრო მარტივად და უფასოდ შეგიძლია შექმნა მარტივი ანკეტა ან მარტივი გვერდი, სადაც თავად ჩაწერენ სახელს და იმეილს. მესამე, მინიმუმ კვირაში ერთხელ მიწერა შენს აუდიტორიას, რომ შეახსენო თავი და გააღრმავე და შეინარჩუნე ნდობა უფრო მეტი უფასო სარგებლის გაცემით. და შესაბამისად, ალბათობა, რომ შენს ფასიან რაღაცასაც გახსნიან, მოусმენენ და შეიძენენ, მომავალ პერსპექტივაში უფრო იზრდება. გამოვიკვლიე და სტატისტიკურად ერთი იმეილის ქონა უდრის 7 გამომწერს. ანუ 1000 იმეილის ქონა იგივეა, რაც 7000 გამომწერის ყოლა. პროგრამა, რომელსაც მე ვიყენებ იმეილის გასაგზავნად 2000 კონტაქტამდე სამუდამოდ არის უფასო, ამიტომ მაპატია ცდუნებას ვერ გავუძალი და პირველივე დღიდან დავნერგე. მე-5 დღეს კი უკვე 100-ზე მეტნი ვართ. მადლობა, ვინც უკვე შემოგვიერთდეთ. თუ ამ ყველაფერმა დაგაფიქრა და გინდა გაერკვე, როგორ შეიძლება ამისი დაწყება, თუ გაქვს ამის სურვილი, დრო, ნერვები, ან ფული რო სხვას გადაუხადო ამის აწყობაში, მოგიყვები როგორ შეგიძლია ეს გააკეთო. თუ გინდა შემოვართდე ამ ჩემიანების რიცხვს, შიდა სამზარეულოდან ნახო პროცესი, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მომწერა პირადში სიტყვა ნულიდან.